მოგესალმებით, ეთერში გადაცემა უფლებადამცველთა ტრიბუნა. მე მისი წამყვანი უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ ჟავალაძე. დღეს ჩვენი გადაცემა მიეძღვნება იმ ახალი გაერთიანების შექმნას, რომელიც დღეს დაფუძნდა ოფიციალურად. აღნიშნულ გაერთიანებაში შედის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, უფლებადამცველთა გაერთიანება, ეკოლოგიური ტექნოლოგიების ასოციაცია, საქართველოს მეტყევეთა ასოციაცია, ეკოლოგია და ადამიანი, აგრეთვე საინჟინრო კვლევების ცენტრი და მრავალი ექსპერტი და სპეციალისტია აგრეთვე აღნიშნულ გაერთიანებაში. და რა არის აღნიშნული გაერთიანების მიზანი და მოტივი რომ მოგახსენოთ, ანუ ეს გაერთიანება მიზნად ისახავს ეკოლოგიური სამართლის კუთხით მუშაობას, ანუ იმ პრობლემატიკაზე, რაც არის გარემოს დაცვის მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი იქნება შეტანილი აღნიშნული მიმართულებით, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ სამართლებრივი კუთხით ნაკლები, უფრო ისინი პრობლემატიკაზე საუბრობენ, მაგრამ იქ არ არის ჩართული სამართლებრივი მექანიზმი, რაც ასე რიგად ჭირდება პრობლემის გადაჭრას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ნაყოფიერი იქნება. დღეს მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები აღნიშნული გაერთიანების წარმომადგენლები იქნებიან საქართველოს მეტყევეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ კანდელაკი, აგრეთვე ეკოლოგიური ტექნოლოგიების ასოციაციის ხელმძღვანელი ბატონი თეიმურაზ ვეკუა. თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი ზედაპირებები ტელეფონის მეშვეობით 2-388-105, აგრეთვე შეგიძლიათ Skype-ითაც გამოაგზავნოთ თქვენი შეტყობა, დაგვიკავშირდეთ Skype-ის მეშვეობით მედია კავშირ ობიექტივზე და ჩვენ უპასუხებთ თქვენს კითხვებს. პირველ რიგში მე მინდა აღნიშნო, რომ აღნიშნული გაერთიანების, როდესაც ჩვენ ვფრიდით დღეს მედიაშიც გავრცელდა ამ შესახებ პრესკონფერენცია, როდესაც ჩავატარეთ ინფორმაცია, საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება ჰპოვა ყოველივე ამან. და მე მინდა პირველი კითხვით გადავიდე ბატონ თეიმურაზ კანდელაკთან, საქართველოს მეტყევეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან. ბატონო თეიმურაზ, მე ვიცი, რომ თქვენ საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით, ანუ იმ რეფორმასთან დაკავშირებით, გაქვთ თქვენი პოზიცია, რომელიც დღეს ხორციელდება ხელისუფლების მიერ და აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ, პირველ რიგში ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია, რატომ გადაწყვიტეთ აქ ჩართვა ამ პროცესებში და უშუალოდ თქვენი როლი რა იქნება აღნიშნულ გაერთიანებაში, თქვენი ორგანიზაცია თუ უშუალოდ თქვენი. მადლობთ. მე ვფიქრობ, რომ ესეთი გაერთიანება უბრალოდ ეს რამოდენიმე კაცის ის არ არის უბრალოდ რომ შეიქმნას ესეთი ორგანიზაცია. ეს დღევანდელმა ძალიან ისე სავალალო მდგომარეობამ, რომელიც არის გარემოს დაცვის სფეროში, ეს დააყენა დღის წესრიგში. ეხლა კერძოდ, იცით, შეუძლებელია საერთოდ გარემოს დაცვის ცნება, რომელიმე მის ერთ-ერთ კომპონენტთან დააკავშირო მარტო. დღეს წარმოუდგენელია, რომ ტყე განიხილო ისე, რომ არ განიხილო ის კავშირები, რაც დღეს აქვს ატმოსფერულ ჰაერთან, რაც აქვს, ესე იგი, წყლებთან, რაც აქვს ნიადაგთან. ეს ყველაფერი მოითხოვს, რომ ყველა პრობლემა, რომელიც არის დღის წესრიგში, განიხილო კომპლექსურად. მე მინდა მოვახსენო ჩვენ ტელემაყურებელს, რომ პირველი იდეა და მერე შემდგომ უკვე ეს გაღრმავდა ესეთი კავშირების აუცილებლობა, როდესაც იქმნებოდა სატყეო კონცეფცია, ეკოლოგიური კონცეფცია და ამ ეკოლოგიურ კონცეფციაზე ზუსტად ის საქართველოში ყველა ისეთი ცნობილი პიროვნებები და ისეთი მეცნიერების და პრაქტიკოსების, რომელიც დასაქმებულები არიან ამ სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში, მონაწილეობდნენ და შეიქმნა დოკუმენტი. რასაკვირველია, ეს კონცეფცია და პროგრამა არ არის, მაგრამ რაც მთავარია, ყოველ შემთხვევაში გამოიკვეთა ის პრიორიტეტები, რომელზედაც ყურადღება უნდა მიაქციოს სახელმწიფო, რომელიც უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების აუცილებელი წესი. და ამ მუშაობის პერიოდში ზუსტად გადაწყდა, რომ შექმნილიყო აი ესეთი გაერთიანება. ეხლა გაერთიანების ამოცანებს რაში ვხედავთ ჩვენ? როგორც გითხარით, ესე იგი
პირველ რიგში ის რომ ადამიანებმა ყველამ უნდა იცოდნენ თუ სამართლებრივად რის უფლება აქვთ რა ეკუთვნით მათ და როგორ უნდა სამართლებრივად ესე იგი მოიხმარონ ის რაც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან. ეს თუ გინდა ტყეები, ხა ტყეები მარტო ძალიან დასაწყებია, როდესაც ლაპარაკობთ მარტო აი ტყე და შეშა ვთქვათ. ტყე შეშა არ არის არა. ტყე პირველ რიგში არის ის დიდი გარემოს რომელსაც ქმნის ეს არის მისი დაცვითი ფუნქციები, მისი რეკრეაციული ფუნქციები და ასე შემდეგ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგით ბატონ თეიმურაზ ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოზიცია. მე სანამ ბატონ თეიმურაზ ვეკუღასთან გადავიდოთ კითხვით, სტუდიაში ზარია და გთხოვთ ბატონ შემოშ. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. არ ვიცი ახლა შემდგომში როგორ გაგრძელდება თქვენი საუბარი, მაგრამ ახლა ძნელია ხოლმე თქვენთან გამოსვლა. დიახ, გისმენთ. და ახლა ჩავერთე და ერთი რამ უნდა უთხრა, მაგრამ მარტო ეს საუბარი კი არა, ჩავიდნენ ერთი უბრალოდ ყვარლის რაიონს დაუსახელებ. ავიდნენ და ნახონ, ესე იგი, მაღლა დღის კოდექსით გათვალისწინებულია რომ 45 გრადუსზე 45 გრადუსის დაახლოებით բայց რა არ შეიძლება. ნახეთ, ისია გადაჭრილი მთლიანად რომ კარტოფილი დაიქესება იქა, ესე იგი და ადეიშვილის გუნდი მუშაობდა იქ და ეხლა დიდი სამხედრიანი მანქანები დადიან და საერთოდ ხეთრები დევს და დაბლა ლებიოტკას დაუბავენ ხეობაში მოჭრიან, მოათრევენ იქიდან ლეტავს ყველაფერს. მეასწრეთ აღარ არის. ბატონო ჩემო, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, აი გარემოს დაცვის სამინისტროდან ან რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან თუ იყვნენ აი ეს პროცესები რომიდის თქვენთან ამოსულები. არ ვიცი ახლა მე იქ ვერ ვძლებდი და ვერ უკარავულებ, მაგრამ ფაქტიურად მთელი 8 წლის განმავლობაში ესე იგი ხომ დღეში 20 ტრაილერი გადიოდა ალბათ. გასაგები. განუსაზღვრელად იჭრება ხეთრია, ეს ბოაკეში. კარგით, გასაგებია. ეხლა მე მინდა უპასუხო კიდე ორი სიტყვით მინდა გითხრათ, იცით, როდესაც ეს საკითხები იხილება, ჩვენ უკვე როგორღაც იცით დიაგნოზი დავსვით ამ დღესთან დაკავშირებით და მე ორი სიტყვით გეტყვით და ალბათ ყველა გაიგებს ამას, რომ ჩვენ პირდაპირ ვლაპარაკობთ, რომ ტყეების რეანიმაცია არ შეიძლება. უკვე ისეთ მდგომარეობაშია, მე თქვენ გეთანხმებით, ესეთი მოედნები და ესეთი ძალიან დიდი ჭრის ადგილები საქართველოში მასიურია და არ იფიქროთ, რომ ეს არის მარტო თქვათ იგივე ყვარელის ტყეში. ამიტომ ესე იგი ჩვენ ვფიქრობთ, რომ სატყეო მეურნეობა თავისი სტრუქტურული მართვით, თავისი დაფინანსებით უნდა, ესე იგი ხელახლა უნდა შედგეს ეს დარგი. იმიტომ მას აი პატარა ესეთი რაღაცა თერაპიული ღონისძიებებით ვერ გამოიყვან იმიდან. ამიტომ ჩვენ სხვათა შორის ბატონი ნიკაც იყო, ბატონი თეიმურაზიც იყო, როდესაც ჩვენ შევხვდით მინისტრს, ქალბატონ ხათუნას რო შევხვდით, მაშინ იყო საუბარი ამაზე და მე ვფიქრობ, მე ახლა ჩემი აზრი არის ესა, რომ ეს ჯგუფი, რომელიც დღეს არის გარემოს დაცვის სამინისტროში მონდომებული არიან სხვათა შორის, ძალიან ისე სწორედ გაიგეს ის, რასაც ჩვენ ესე იგი ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა ქმედება როგორი იქნება ჩვენ ახლა ამაზე. კარგი, ბატონ თემურაზ, თქვენ სწორად აღნიშნეთ და მართლაც ესეა, სააკაშვილის რეჟიმა რაც გააკეთა, იმას 10 წლეულობით დაჭირდება ალბათ რომ ის აღდგეს. ეხლა წარმოედგინეთ თქვენ ის ყვარელში რაც არის გაკეთებული, ის ანალოგი არის სხვაგანაც გაკეთებული, ხო? და რეალურად ალბათ ეხლა თქვენ ტყეს ეხლა იქ აღმოცენებას იმას ჭირდება მართლა რა ვიცი რამხელა დრო რომ ისევე ისეთ ტემპში იყოს ისევე და ჩადგეს და აქედან გამომდინარე ამ ხალხმა მართლა ძალიან დიდი დანაშაული ჩაედინა და დღეს სამწუხაროდ ეს ხალხი არა მარტო სისხლის სამართლის კუთხით არ აგებს პასუხს რეალურად როგორც ის პროცესები და თავს იწვევს ამ პასუხისგებლობისგან არამედ ეკოლოგიურ დანაშაულებებზე არ არის საუბარი რომელიც ჩაედინა ამ რეჟიმმა და ამ რეჟიმმა უნდა აგოს იმაზე პასუხი იმ განადგურებულ ტყის მასივებზე დაბინძურებულ ჰაერზე ნიადაგზე იმ რეალურად დაბინძურებულ მდინარეებზე და არ ვიცი აი ყველაფერი ის რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში არის ზუსტად რომ სააკაშვილის რეჟიმის დამსახურება და ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ რომ ამას უნდა გამოეტანოს საბოლოოდ განაჩენი საქართველოს ხალხის მიერ და მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა იზეიმოს საქართველოში და რეალურად ამაზე უნდა დაიწყოს ლაპარაკი რომ ეკოლოგიური კუთხითაც მათ პასუხი აგო და კიდევ ერთი ზარია და ბატონო თეიმურაზ დაგვეჩაგრა ძალიან იმიტომ რომ ჩვენ საუბრობ და არა თქვენ მე გავაგზავნებთ 1 საათი გვაქვს ბატონო თეიმურაზ და ახლა დავიცვათ გისმენთ შევეუშვათ ზარი თუ შეიძლება
გაიცი შეტყვა. ისმენთ ბატონო, პირველ რიგში მე მინდა ახლა თქვენ გეძლევათ საკმაოდ სასაუბროთ, ანუ გაერთიანების შესახებ თავდაპირველად თქვენი წვლილი ამ გაერთიანებაში, აი რა კუთხით შეგიძლიათ რომ თქვენი მუშაობა აქ ნაყოფიერი იყოს და აი თქვენი ხედვა აი ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით რაც ჩვენს უცხო. დიდი მადლობა ბატონიკა, თქვენს ნებართვით მე თავიდან შევეხები და თუ მომცემ დროს მადლობელი ვიქნები სტრატეგიულ მომენტებს. გარემოს დაცვის სფეროში. რა არის სტრატეგიული ხედვა? ეს არის ის, რომ გარემოს დაცვა დღეს არის სავალალო მდგომარეობაში და მაგას ესე იგი სახელმწიფო კუთხით გარემოს დაცვის სამინისტრო და სხვა უწყობები უყურებენ და მეორე კუთხით ეს არის ეკოაქტივისტები, სადაც მე ამ ჯარში შევიყვანდი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მაგრამ მთავარი არის მაინც სახელმწიფოს მიერ გაკეთებული სამუშაოები. რა არის საჭირო? ეგ არის სისტემური და სისტემატიური მუშაობა. დღეს ახლა როცა უკვე რამოდენიმე თვე გავიდა, სამინისტროს ჯერ არ აქვს დამტკიცებული თავის დებულება, არ არის ესე იგი გაკეთებული ესე იგი თავისი სტრუქტურა ბოლომდე არ არის გაკეთებული და არ არის კადრები შერჩეული სწორად და ესე იგი ნამდვილი სპეციალისტები. და რაც თავარი აქვე მინდა ესე იგი მოგცეთ ასეთი ის განმარტება. გარემოს დაცვაში პირველად ჩვენ უნდა დავადგინოთ რა არის საქართველოში მთავარი პრიორიტეტები. თუ ტყეზე ლაპარაკობენ ძალიან ბევრს, ან ძალიან ბევრს ლაპარაკობენ გესებზე, ეს არის მთავარი პრიორიტეტები. მთავარი პრიორიტეტები უნდა დადგინდეს სწორი სტრატეგიით და უნდა რისკის თეორიის გამოყენებით, უნდა როგორც მათემატიკაშია მოდელირებით უნდა დადგინდეს საქართველოში. ეს პირველი და მეორე სტრატეგია, რომელიც მე მინდა თქვენთან გითხრათ, ეს არის ის, რომ დღეს როცა ლაპარაკია ყველა ესე იგი სტომებზე ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, საქართველო მიდის ნატოში. ნატოს და ევროკავშირს აქვს თავისი ეკოლოგიური ნორმატივები და ნორმები. რამდენად აკმაყოფილებს დღევანდელი საქართველოს ნორმები, ნორმატივები და თუ გდებათ კანონმდებლობა ამ ნორმებს და ნორმატივებს. მე ეს მინდა ესე იგი ხაზი გაუსვა ამას, რამდენი წელი დაგჭირდება ჩვენ რომ მივუახლოვდეთ ამას. თქვენ როგორც ბატონო ნიკა ცნობილი იურისტი უფრო განმარტავთ ამას კანონმდებლობის როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ბატონო თემურაზ, ახლა თქვენთან მინდოდა სანამ გადმოვიდოდით, თქვენ ის ხალხი ხართ, მე რამდენადაც ვიცი, ვინც აქტიურად მონაწილეობდით ქართული ოცნების გარემოს დაცვის ჯგუფში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ იმ კონცეფციის შემუშავებაში, რომელიც რაც ხელმძღვანელა შეგვიძლია ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ და აღნიშნულ კონცეფციაში არის გაწერილი ის გარკვეული სტრატეგიული საკითხები, რომლებზეც უნდა იდგეს სახელმწიფო. და იცით რა იქ იყო დაფიქსირებული და დღეს დაფიქსირებულია საქართველოს გარკვეულწილად პოზიცია იმ ჰესებთან დაკავშირებით, დღესთან დაკავშირებით და იცით რა არის ის, რასაც ჩვენ ფაქტურად ვაკრიტიკებთ სააკაშვილის რეჟიმს, აი მაგალითად ჰესებთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იყოთ დიდი ჰესები. იმიტომ რომ ჩვენ ისედაც მცირემიწია ტერიტორიას ეს დიდი ჰესები ფაქტიურად პრობლემებს შეგვიქმნის. ამასთან ერთად არის საკურორტო ზონები, მაგალითად ბახმაროშიც კიდევ გრძელდება მშენებლობა ჰესებისა. ეხლა ამაზე არის ზოგს გონია ექსკლუზიურად აქვს უფლება ამაზე ისაუბრო, სამწუხაროდ შედეგს ვერ ხედავ მე მათი ქმედებებით, მაგრამ რეალურად თქვენ როგორ მიგაჩნიათ რატომ ხდება ის, რომ რეალურად რაც იყო ჩაწერილი იმ კონცეფციაში რაღაცა გზიდან გადახვევა ხდება. აი ეს რისი ბრალია, აგრეთვე ის, რომ რეალურად დღეს იგივე იმ სატყეო რეფორმასთან დაკავშირებითაც არის ხარვეზები და ვფიქრობთ, რომ აი სამართლებრივი კუთხითაც ეხა რო თქვათ, ეხა ჩვენი ძირითადი გაერთიანების ანუ აქ საწინდარი არის გაერთიანების სამართლებრივი ბრძოლა, კონკრეტული და არა მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება. რატომაც დღეს ბევრს გონია, რომ დაფიქსირება პოზიციის მხოლოდ არის მათი საქმიანობა. ანუ კი, ცუდია, მაგრამ ცუდი რომ არის, ხომ უნდა გამოსწორდეს ის და რეალურად ხომ უნდა მიბრძოლო იმ გამოსასწორებლად და უნდა იმბრძოლო სამართლებრივი კუთხით. ანუ აქ არის ჩართული სასამართლო, ადმინისტრაციულ ორგანოებთან მუშაობა. აი თქვენ როგორ მიგაჩნიათ, ანუ რასაც მე ვსაუბრობ, რატომ ხდება ეს? კი ბატონო, ეხლა რა მინდა თქვა, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება თამამად ითქვა, რომ ჯერჯერობით სატყეო რეფორმები დაწყებული არ არის. ეს არის ჯერჯერობით, მე აღვნიშნე კიდევაც, რომ არის სურვილი
არის მონდომება, მაგრამ რეალურად შეგაწყვეტინებთ. ეხლა თქვენ ყველა მიცნობს იცის რომ რა ავტორიტეტის სარგებლობთ აღნიშნულ ტარგეტთან დაკავშირებით. აი ეხლა ჩვენ ხო ვიყავით ჩეხოთრაზე იქ და მინისტრიც იყო. აი თუ დაგიძახეს თქვენ ეხლა რომ ჯერ არ არის გამზადებული, მაგრამ ნუ დაიწყო ჯგუფმა მუშაობა. თუ დაგიძახეს ან რაღაც თქვენი პოზიციის გასაზიარებლად აღნიშნულმა ჯგუფმა სამინისტროს აი იყო რაღაცები არ იყო ეხლა ძალიან უხერხული ამაზე ფაზის გაზ მაგრამ იცით რა არის ერთი მხარე მეორე მხარე ბატონო რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მე ვფიქრობ ჯერჯერობით რასაც აქტიურობს იმის უფლებას არა აქვს კაცმა რო თქვას იმიტომ რომ ჯერ ოფიციალურად იმიდან ენერგეტიკის სამინისტროდან არ არის გადმოტანილი ეგ დარგი არის ლაპარაკი არის შეტანილი ესე იგი დოკუმენტაცია და რო განიხილოს ამას გარკვეული დრო დაჭირდება მე როგორც ვფიქრობ აპრილის თვემდე არ ეშველება ამ საქმეს არაფერი და ესე ოფიციალურად არ მოხდება მაგის ესე იგი გადატანა ეხლა რა თქვენ ბრძანეთ რა და რაც ალბათ მაყურებელს აინტერესებს მე მინდა სამი მომენტი გამოვყო რა პირველი მომენტი რასაკვირველი არის ეს რომ ჩვენ უკვე და საზოგადოებამ ძალიან ბევრმა ესე იგი საზოგადოებამ უკვე არის მისული იქობამდე და აქვს ის ინფორმაცია რომ ყოველ შემთხვევაში ის გარემოსზე ზემოქმედების დოკუმენტები რომელიც შედგენილი არის გარკვეული ნაკლოვანებებით შედგენილი არის ხარვეზები და საზოგადოებას ობიექტური ესე იგი ობიექტურად უჩნდებათ იმისი ესე იგი შიში რომ ხო არ იქნება რაღაცა აი კონცეფცია ზიანი მიყენებული მაგრამ იცით რა მე არ მინდა აი კითხვასთან დაკავშირებით მინდა რომ მე რაც დაგიშვით ანუ იმ რა გადახვევა რატომ ხდება ამ კონცეფციიდან აი აქომამდე მივდივარ მე როგორც გითხარით ახლა ჯერჯერობით არ ამოქმედებულა ეს სამინისტრო ჯერჯერობით რეფორმები მე ვფიქრობ არ დაწყებულა ფართო მასშტაბიანი მართალი არის უცდელობა რომ აი ახლა სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი გადაცეს ვიღაცას რომ გავიდნენ რაიონებში და იქ რაღაცა სტრატეგია გააცნეს ის სტრატეგია რომელიც მე პირადად პიროვნულად და ჩემო კოლეგებმა ყველა არიციან ამ სტრატეგიის არსებობა აი ესეთი ძალიან ისეთი არავნიშნულოვანი პრაქტიკული თვალსაზრისით არავნიშნულოვანი ნაბიჯებია გადადგმული. ამიტომ იცი ძალიან ძნელი შესაძლებელია ის რომ ის რაც ჩვენ შეხვედრაზე წარუდგინეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას და დიდი სიამოვნებით მიიღეს ჩვენი ეს წინადადებები სრულდება თუ არა არ არის დაწყებული ეს რეფორმები მაგრამ დღესთან დაკავშირებით თუ შეიძლება ორი სიტყვით თუ შეიძლება ბატონი კარა რომ არ მოწყდეს ესა და ეს თემა რომ მორჩეს აქ ისეთი ზარი იყო შემოსული ძალიან მნიშვნელოვანი ზარი იყო და ამასთან დაკავშირებით ორი სამი ფაქტორი მინდა აღვნიშნო დღესთან დაკავშირებით და იგივე როდესაც ლაპარაკობთ გესების მშენებლობაზე ეხლა გესების მშენებლობა და ტყე როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ну ძირითადად ის პიროვნებები ვინც იხილავენ მარტო არის ლაპარაკი იმაზე რომ იცით რა რომ თუ ავაშენეთ ეს გესი მაშინ მოხდება ისო ტყე თქვა 80 გექტარი 100 გექტარი მოხდება წყლის ქვეშ და ამით რჩება ყველაფერი მაგრამ თავარი ეგ არ არის თავარი ორი მომენტი არის ერთი მომენტია იმისა რომ მიკროკლიმატი იცვლება ამაზე ეს უდაოა და ყველა მიცის რა გავლენა ექნება და მეორე მნიშვნელოვანია ბატონებო ჰიდრო ნიშნავს რას რომ წყალზე უნდა იმუშაოს არა და ის ხეობები ის მთის ტყეები თუ ესე მდგომარეობაშია როგორც ახლა ბატონმა ჩვენ გვისყა და გაიჩეხა საიდან ექნებათ ეს წყალი მე არ ვიცი ეს ძალიან დიდი პრობლემა რომელზეც არ ფიქრობენ ახლა მეორე კუთხით თუ შეიძლება უკაცრავად ეს ერთი ამასთან დაკავშირებით ახლა ჩვენ იმდენი დრო არ აქვს რომ კიდე დეტალურად ვილაპარაკოთ მეორე ჩემთვის აი წარმოუდგენელია ერთი იგივე ფაქტი აი საზოგადოება და სამართალი და ტყე კაზრეთში რა ხდება კაზრეთში ახლა თითქოს და რაშვაშია კაზრეთზე არის პრობლემა მადნეულთან დაკავშირებული ესა წყლების დაბინძურება რომელიც მე სოფლის მეურნეობის პროდუქციაში გადადის და ასე შემდეგ და ითქმება ახლა ალბათ იფიქრებენ ტყე რაშვაშია ბატონებო ამ კაზრეთის საბადოები არიან იმ ტყის მასივების ქვეშ განლაგებული რომელზედაც არის ესეთი წითელ წიგში შეტანილი მაღალი მთის მუხა და ძალიან საინტერესო მოვლენა არის აქ როდესაც დაჭირდათ ესე იგი დასტური იმისა რომ
უნდა გაიჩეხოს ეს დღე, იმიტომ რომ საბადოები იქნეს ამოღებული. გაჩნდა ისეთი ცნობა, რომ ბატონებო, არა, ეს მაღალმთიანი მუხა კი არ არის ეხა აღმოსავლური, ანუ სულ 6 სახეობა საქართველოში მუხის არა. აი ეს არის ქართული მუხა. და აი იმ 6 სახეობიდან მხოლოდ ერთია ქართული მუხა, რომლის მოჭრა შეიძლება და წითელ-წინში შეტანილი არ არის. ესე იგი ძალიან დაშვებულია ძალიან დიდი შეცდომა. ეხლა მეორეს ერთი ძალიან გთხოვთ ერთ პატარა დეტალსაც გეტყვით. ეხლა საზოგადოება მოსახლეობა დღე და თქვათ იგივე გარემოს დაცვა. აი ეხლა რომ მოვდიოდი აქ ერთი ძალიან საპატივცემლო ადამიანი შემხვდა და მითხრა რა რომავლეთი თქვენ იცით მაღლა უნივერსიტეტის დაავლევი არა არის შესანიშნავი ადგილია სადაც დაჩები აქვს ესე იგი და უნივერსიტეტის ხალხი არის ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხი რომ ერთ-ერთ მოსახლეს აუღია ღია კანალიზაცია გაუკეთებია და უშვებს ამას ტყეში მაგრამ იმ ტყეში არის რამოდენიმე ესე იგი წყარო რომელსაც მოსახლეობა ხმარობს აი ახლა იცით რა გამიკვირდა ჯერ ერთი რა ის მოქალაქე ელემენტარული გარემოს დაცვის ელემენტარული წესი არ უნდა იცოდეს რომ ის აბინძურებს იმას რასაც ათასობით და ასობით მე ადამიანი სვავს აი ბატონო ნიკა მე ამით რა მინდა ვთქვა იცით რომ ტყის წყალის ჰაერის ნიადაგის დაშორება ერთმანეთისაგან შეუძლებელია და აი ზუსტად აი ამას ემსახურება ის რასაც ჩვენ ეხლა გასაგებია ბატონო თემურაზ ბატონო მე მინდა თქვენ შეკითხვას უპასუხო გეკისმენ გესებთან დაკავშირებით მე ვფიქრობ ყველაფერი არის იმასთან დაკავშირებით რომ წინა ხელისუფლებამ გასცა ძალიან ბევრი თანხმობები გარანტიები და ახალ ხელისუფლებას ახალ მთავრობას და ახალ მინისტრს ძალიან მძიმე სამუშაოების ჩატარება უწევს ინვესტორებთან რომ სამართლებრივ ჩარჩოებში ეს ხელშეკრულებები დააბრუნოს მე ასე ვფიქრობ რომ მისცეს უფლება ხუდონგეს ინდოელებს დაიწყეთ არავითარი ის არ არის გაკეთებული ისე ასე სხვა საკითხებშიც ახლა უკვე ფრთხილობს დღევანდელი მთავრობა ყველაფერს ესე იგი ითხოვს ევროპულ დონეზე და ევროსტანდარტის დონეზე ექსპერტიზების ჩატარებას და სწორად უდგება იმას რომ ეს ყველა უნდა გადაესინჯოს ყველა ეს პროექტი უნდა თბილისის ზღვასთან რა ხდება ხალხო ბატონო თემურაზ ეხლა თუ კი ჩვენ ავიღებთ ვალდებულებას ის უნდა შევასრულოთ დიდი ჰესები ხა მე მესმის რომ უხერხული მომენტია როდესაც ინვესტორი უკვე ხელშეკრულება მზად აქვს უნდა დაიწყოს სამუშაოები მაგრამ აქ რეალურად ის ინვესტორებთან მონახულ რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს ამ ხელა ჰესების შენებლობისა ვინ იცის ის ფირმა ეხლა ვინც აკეთებს იმ უდონქეს მე არ გამიგია მაგალითად იქ იყო მაგალითად ტენდერში რომ ფირმები რომლებსაც უკეთესად შეძლოთ გაკეთება და ჯერ კიდე გასარკვევია ვინგანან იმ ფირმის უკანი ჩვენთან როგორ ხდებოდა შემოდიოდა რაღაც საერთაშორისო კორპორაციული რაღაცა ორგანიზაციები ვითომ და რეალურად იდგა ხელისუფლების ჩინოვნიკები იდნენ იმათ უკან ესე ხდებოდა საერთოდ აქ უცხოელი ნორმალური არავინ არ დებდა ფულს ესენი იდებოდა ფული ისე ამ ხელისუფლების ფული ოღონდ აი ამ უცხოელების უკან იყვნენ ამოფარებული აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ რომ ძნელია მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მართლაც სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით და ეხლა ვინ თუ არა ბატონ თემურაზ მაიცის ის რომ რეალურად ეხლა თუ კი ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა და ტყე არ გვექნა ეხლა ბახმაროში რო კაცი 5 ეს ააშენებს ის ხა ნორმალური არის ეხლა და ეხლა მე გავიგერო კიდე მიდის ეს შენებლობები და ხა დაუშვებელია ხა ჩვენ კარგად სოფლიო დონის უმნიშვნელოვანეს კურორტს იქ არის წითელწილში შესული სახეობები ჩვენ სხვათა შორის მინდა ხელისუფლებას უთხრათ რომ ამაზე ვაპირებთ ძალიან სერიოზული განგარში სატეხოს იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ვერ შევეგუებთ ეხლა რომ ბახმაროში ვინმე მე 5 ესე ააშენოთ ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა და თქვენ გახსოვთ რა სიუჟეტები კეთდებოდა იქ ჟურნალისტური გამოძიების კუთხით და მოიცა რა ეხლა ის ბაში თურმე არ იყო დაშვებული და ეხლა დასაშვებია ეს არის გამორიცხული იქ არაფერი არ გაკეთება და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს ეხლა რომ დაუშვებელია მსგავსი ტიპის პროექტების გახორციელება მით უმეტეს ბატონო როგორც ჩვენთვისაც ჩვენმა კოლეგებმა დღეს არ არიან არესრებიან პირდაპირ განაცხადეს როდესაც გაკეთდა გარემოს შეფასებები რო გაკეთდა თვითონ მშენებლობის შეფასებები არ ყოფილა თვითონ ნაგებობის შეფასებები არ არის ბატონ ედიშერმა განაცხადა საქართველოს
საჯარო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა კაცაძემ ბატონმა იგივე კაცაძემ გაიგე აი ამაზე რომ რა გრადობა აქვს იქ მათმა აშენეს იქ რაღაცა და შეგვიძლია დაინგრა იმიტომ რომ არავითარი კვლევები არ არის ჩატარდა მე მინდა თქვენთან გადმოვიდე ხა სხვა საკითხთან დაკავშირებით რეალურად ხა ჩვენ ფიქრობთ რომ აი საზოგადოებას რა თქმა უნდა ჩვენ ვთხარით კიდევაც რომ ძალიან ბევრ საკითხებზე გვექნება მუშაობა თქვენ გაქვთ თუ არა იმედი იმისა რომ აი ამ ახალი ხელისუფლების პირობებში წინათ რაღაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო რამის გახორციელება გამონაკლისების გარდა იმიტომ რომ სააკაშვილი იყო რეალურად ადამიანი რომელსაც არავის გაგონება არავის დაჯერება არ აქვს და ეს ადამიანი მოქმედებდა თვითონ და არავის ას არ ითვალისწინებდა აი გარემოს დაცვის სამინისტრო ვახსენებ ბატონო თემიძე მე მართლაც მივესალმები ამ ხალბატონის აი ესეთ ინიციატივებს ხა იქ იყო ჩასული აჭარაში იყო ჩასული იქ სხვადასხვა რეგიონის სამეგრელოში და აქტიურად შეუდგა თავის საქმიანობას ეს დამოკიდებულება გასაგებია და კარგი არის მაგრამ თვითონ სამინისტრო მე ვფიქრობ რომ არის რეფორმები განსახორციელებელი და თქვენ გონიათ თუ არა რა იმ პრობლემებზე როდესაც იქნება საუბარი ანუ მოეკიდებიან თუ არა გაგებით გაითვალისწინებენ თუ არა ისინი ამ გააქვთ თქვენ ამის იმედი მე აი რაღაც იცით რა არის რომ ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ შეხვედრაზე ბატონ თემურას ქვეცა და ბატონო ნიკა თქვენ ზანდებოდი და მაშინ იყო ეს ლაპარაკი და მაშინ უთხარით კიდევაც ჩვენ არ დაუმალეთ რომ ჩვენთვის იქნება ძალიან საინტერესო ის ხედვა თუ რა რეფორმებს აპირებს სამინისტრო ამ გარემოს დაცვის თვალსაზრისით მე ვფიქრობ ჯერჯერობით ბატონო თემურას ბოდიშით მაყურებელს ჩვენს გადაცემაში ყოველთვის პრიორიტეტიანი ჭება ამიტომ ზარი შემოუშვა და შემდგომ გააგრძელეთ ბოდიშით დიახ გისმენთ ნაპატი პატარა თეზისები ვიკითხე იმიტომ რომ მოხუცი მყავს და იმას უვიდი რა ვექტორებ მარტო ეხლა ჯერ ერთი ისეთი კატასტროფული მდგომარეობა რომ მე მუშაობდი ბუნების დაცვაში მეტია მეთხელი ვარ 250 წელიწადში ვარ შემოვლილი აი ამ სადაც წელიწადში თქვენი ჭირია ვერ იპოვეთ თქვენ 200 წლის კაკალს 50 წლის კაკალი უკვე გვდება იმიტომ რომ ამ ადგილებში ეს სინესტია მომატებული აი ანგრევს ყველაფერს ხო და მე იმის პანინდა რომ მეცნიერები გასამხელებელი ორგანიზაცია იყო საერთოდ ჩვენ დავდიოდით ფორმებში უსტავში ეწერა ჩვენთან რომ ნებისმიერი მანქანა თუ არ არის საომარი მდგომარეობა ნებისმიერი მანქანის გაჩერება შეიძლებოდა და მოსახურებდა საფრთხეს ეხლა იმიტომაც განანადგურეს იმიტომაც გადაატრიალეს კანონიერი ხელისუფლება რომ გაიძოთ წაიღოთ აქედან აი სიმდიდრე რაც გვაქვს ჩვენ და ვოძახეთ ბუნების სიმდიდრეს გასაგებია შემო თუ შეიძლება მე გამოვიხმაურები რა ეს კოლეგა არის მეტყევე ვარ რო თქვა ჩემთვის ძალიან ეს საპატივცემლო ზარი იყო ჩემი აზრით იმდენად რამდენადაც წარმოუდგენელია რაც საქართველოში მეტყევეებს მოექცნენ ესაა წარმოუდგენელი ბატონებო აი 11000 იყო 95 წელს დასაქმებული ამ დარგში და ეხლა არის სულ დაახლოებით 400 კაცი თუ 500 რა ესე იგი იცით რა არის და რაც მთავარია რა მოხდა და რაზეა ყველაზე ცუდი შედეგი რა არის არ ვიცი ვიღაცა შეიძლება ელოდებოდა ამას კარგ შედეგს მაგრამ თავიდანვე გძნობდით რომ არ შეიძლებოდა თქვენ იცით თუ არა მთელ დარგში თითზე ჩამოსათვლელი მეტყევია ესე იგი დარჩენილი აბსოლუტურად ყველა როგორც კორუფცირებული ხალხი ტყეებიდან გაუშვეს ვის შემოიყვანეს იცით შემოიყვანეს ძირითადად ძალოვანი უწყებებიდან გაშვებული კადრით იმ მოტივაციით რომ რაღაც ესეთ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და რომ იქნებოდა წესრიგი გაანადგურეს დღე განადა გარემოს დაცვის სამინისტროდან მე არაერთხელ მithქვია და დღესაც გავიმეორებ. ყველას კარგად ახსოვს, რომ წლების განმავლობაში არ გავიდოდა თვე რომ ბორკილებ დადებული ხალხი არ გამოყავდათ იქიდან იმათ ვისი დანიშნულები ისინი იყვნენ. რასაკვირველია ჩვენ ეს გვაქვს, ეხლა თქვენ ბრძანეთ და მე კიდე გიმეორებთ ამას ბატონო ნიკა რომ აი იმ რეფორმები რომელიც უნდა ჩატარდეს და რომელიც ჩვენ გადავეცეთ სამინისტროს, იქ პირდაპირ პირველი გვიწერია ეს რომ აუცილებლად უნდა აღზრდეს სატყეო მეურნეობების ძველი ფორმა და მეტყევები უნდა დაუბრუნდნენ. აი პირველ კითხვას რომ დაუბრუნდეთ, მე ძალიან მე ვეთანხმები თქვენ პოზიციას. დაუბრუნდეთ მეტყევები თუ არ დაუბრუნდეთ? არაფერი არ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალურად ეს დარგი განადგურდა სპეციალურად იმიტომ,
რომ სააკაშვილს და მის რეჟიმს ისინი უყურებდნენ ტყეს მხოლოდ მოხმარებლური კუთხით. ანუ ყოველთვის ბატონო მიშამ განაცხადა კიდევაც, როდესაც გამოვიდა ერთხელ, რომ ტყემ უნდა იმუშაოს საქართველოს ეკონომიკაზე. ეს არის აბსურდი. ყოველთვის საქართველოში ტყეს ქონა გარემოს დაცვითი ფუნქცია და ის მასალა, რაც შემოდიოდა რუსეთიდან, ხმარდებოდა ზუსტად იმ ეკონომიკურ აქტივობებს. რასაკვირველია. ამიტომ მე ხა პირველ კითხვას მინდა ხა ჩვენ აგზარები ავხსნით უბრალოდ თემას, არო თქვენ ჯერათ თუ არა ამ ხელისუფლების გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ვიდახი რომ აი იმ პრობლემებზე რომლებზეც ჩვენ გვექნება საუბარი გაითვალისწინებენ თუ არა რეალურად მიუდგებია თუ არა გითხარით იცით რა ბატონო ნიკა ძალიან ძნელია ახლა იცით რა არის საზოგადოება სულ სხვა იმითი კუთხით უყურებს და მოთხოვნები არის მე რასაკვირველია გავიდა 3 თვე გავიდა რა უკვე 100 დღეზე მიდის ანგარიში და ამ 3 თვეში რასაკვირველია ბევრის გაკეთებას ვერ მოასწრებდნენ მაგრამ მე დავიწყე ამაზე და შეწყდა ეს ზარის გამო არა საუბარი დავიწყე რომ ჩვენ რო ვიყავით და მე რომ ვიყავით ჩვენ ვიყავით არა სულ ყველა ვიყავით მაშინ რა მოვთხოვეთ და რა ვთხოვეთ რომ ძალიან კარგი იქნება თუ უახლოეს ხანში არა სამინისტრო დაადებს იმ ხედვებს, იმ რეფორმებს რა უნდა გააკეთო, რა ნაბიჯები იქნება, იცით რა, რეფორმები არა მარტო პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ ის ტაქტიკური და სტრატეგიად რა უნდა გააკეთეს, თანამიმდევრობა რა იქნება. მე კიდევ ვიმეორებს, პრინციპში საქართველოში გარემოს დაცვა უნდა შეფასდეს როგორც კატასტროფულ ზღვარზე მიყვანილი. მესმის თქვენი. ეხლა აქ ჩვენ გვესწრება გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პიროვნება ბატონო თემაზუგა იყო ის თქვენ ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებდით მე რამდენადაც ვიცი ბატონო თემაზ და იცნობთ აქ ამ სამინისტროს. ანუ თქვენთვის ეს უცხო არ არის, იმიტომ რომ ამ სამინისტროს კედლებში თქვენ ბევრი რაღაც კარგი გაგიკეთებიათ და ეხლა რომ ვიყავით იქ შეხვედრაზე თქვენ გარკვეულ ნოსტალგიაც გქონდათ გარკვეულად ამ სამინისტროს მიმართ, იმიტომ რომ ძელია დღეს როდესაც მართლაც მუშაობდი იმ სისტემაში და ხედავ წლებია ხაჩიძე მართლა რედაქცია ეს სამინისტრო ეს იყო ადამიანი ალბათ რა ვიცი კურიოზი აი დოლით და იმით თავისი ველოსიპედით დაამახსოვრდება ალბათ საზოგადოებას ხაჩიძე ვიდრე იმითი რომ რაღაცა გააკეთა გარემოს დაცვის კუთხით ეს ხომ ესეა ალბათ და აი თქვენ როგორ ფიქრობთ აი ის ევროკავშირი ძალიან დიდახებს ხარჯავდა რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ყოფილიყო ერთ-ერთი ძლიერი სტრუქტურა შემდგომ ეს გამოიყო მას დარგები ტყე გადავიდა ენერგეტიკაში ანუ ბევრი ფიქრობს რომ განცალკევება უნდა იყოს ანუ ის თქვენ როგორ მიგაჩნიათ რომ ისეთივე ძლიერი გოლი უნდა იყოს ადრე როგორც იყო ხაჩიძეზე აგულისხმობ სალამ ხაჩიძე მოვიდოდა იმიტომ რომ მანამდე მართლაც სამინისტრო ერთ-ერთი წაყვალი იყო დიდი მადლობა ბატონო ნუ დაკოლონებები ყოველთვის იყო მაგრამ ნუ ისე დიდი მადლობა ბატონო ნიკა შეკითხვა მართლაც რომ ძალიან ის არის მე ვფიქრობ რომ გარემოს დაცვა საერთოდ ეს არის დარგთაშორისო ეს არ არის მარტო სამინისტრო ერთ-ერთი შეიძლება უფრო კომიტეტი იყოს რომელსაც მოწვევის უფლება ექნება ეს ერთი მეორე თქვენ თუ გადახედავთ ისტორიას გარემოს დაცვის სამინისტრო ბოლო 10 წელიწადში ყველაზე მეტი მინისტრი გამოიარა ამ სამინისტრო თქვენ გახსოვთ იქ ლებანიძე დაწყებული ტყეშელაშვილიც იყო კონსტიტუციის სასამართლოს თავმჯდომარემიც არის ის იყო ვინ არის ხო და ბოლოს მივიღეთ აკარდიონისტი თუ რაღაცა რომელსაც საერთოდ შევხვდი მაგას საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ახლა მინისტრი დღევანდელი არის უდაოდ ნიჭიერი პიროვნება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამ შემადგენლობით მაგას ძალიან გაუჭირდება რა, ძალიან გაუჭირდება. ანუ კადრები მინისტრი მოდიოდა, მოყავდა ახალი ბოლოს შეყარეს, ესე იგი აქტივისტები ნაციონალების, ხაჩიძემ თავისი ხალხი ისის და ის ხალხია დღეს. თქვენ რო ბრძანებთ, ალბათ არის სერიოზული საზოგადოებრივი მონიტორინგი არა პრობლემებზე, რასაც ალბათ გაერთიანება გააკეთებს და მერე რეკომენდაციებს და საკითხებს, ცხელწერტილებს, როგორ უნდა მოხდეს პრევენცია, გადაწყვეტა, ეს არის მთავარი დანიშნულება ჩვენი გაერთიანებას. გააგრძელეთ თქვენ არ გაჩერებთ, უბრალოდ ზარი შემოუშვა და თქვენ გააგრძელეთ თქვენი საუბარი. გისმეთ? ალო, ეთერში ვარ? დიახ, გისმეთ. განაცვალე, ერთი შენიშვნა მაქვს რომ მოგცეთ. მე მახსოვს ერთი 5-6 წლის წინ არსებობდა გარემოს დაცვის ინსპექცია, GDI ერქვა ამას სახელად. კი ბატონო. აი ეს GDI მე შევესწარი ერთ რაღაცას, სამეგრელოში ვიყავი სტუმრად. ხო და რაღაცა ჩქოჩოლი ატყდა, ხო და რა საქმე ვიკითხე, თურმე ვიღაცის ფარჯარა ჩრდილავდა ხე მოუჭრიათ
საურეგიად გარემოს დაცვის ინსპექციაში ის ხალხი მოვა და პატრულირება არსებობდა თურმე მაშინ იყო პატრული თურმე ამ გედეის აჯარიმებდა უხსნიდა როგორც არ შეიძლებოდა ამ ხის მოჭრა ხის ტოტი მოჭრა კაცმა და ამის გულიზე აჯარიმებდნენ და ერთი ამბია აი ეს ხაჩიძის დროს გავხსნა თუ როდის გავხსნა არ ვიცი გარემოს დაცვის ინსპექცია მოსდეს რომელიც საუკეთესო იყო ეს საქართველოს ხაჩიძის დროს გაუქმეს ქალბატონო ხაჩიძის დროს გაუქმეს იყო საუკეთესო რა გარემოს დაცვას რო გადაცეს ის ენერგეტიკის სამინისტროს რო გადაცეს მაშინ დაამთავრებს და მე თქვენთან გადმოვა გარდა იმისა რომ სწორი ბრძანდებით ქალბატონო იმ გარემ გედეის აღჭურვაზე გენაცვალე რომ იცავდა ხალხი რა არა აღდგენილი იქნება ეს აღდგენილი იქნება ამაზე იქნება საუბარი არასწორებრივი იყო გენაცვალე ხის ტოტზე აჯარიმებდნენ ხის ტოტი მოჭრა ფანჯარა არა აღდგენილი იქნება ეს დაგეგმილია ნამდვილად იქნება გასაგებია თქვენ ძალიან კარგია ეს ხალხის მოთხოვნა რომ ისინი პატრულირებდნენ როგორც საჭირო იყო ის გასაგებია ქალბატონო თქვენი პასუხი მე ვფიქრობ რომ გედეი აღდგება და მაგის აღჭურვაში ისეთი ავტომობილები ქონდათ ისეთი აღჭურულობა თავარია ბატონო უცხოელები და რომ და კაი ხალხი შეიყვანო შიგნით ანუ უკვე უნდა ეს სამსახური უნდა ამოქმედებულიყო და ამ დროს გააუქმეს იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილის ინტერესები იყო ტყეში ეს ყველამ კარგად ვიცით და ვანო მერაბიშვილის ინტერესებს შეეწირა ამ სამინისტროს შემდგომი ფუნქციონირება იცი რა მინდა თქვენ გააგზავნოთ აი სამინისტროს დაკავშირებით და სამინისტროსთან დაკავშირებით მე დავუმატებდი რომ აუცილებელია სამინისტროს დაუბრუნდეს ან თავიდან შეიქმნას კვლევითი ინსტიტუტი რომელიც იმუშავებს ნორმატიულ დოკუმენტებზე რომელიც კოორდინაციას გაუკეთებს მეცნიერები რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში და მიაზრდებს რეკომენდაციებს აღმასრულებელ ხელისუფლებას გარემოს დაცვის სამინისტროს კუთხით და გარდა ამისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ აუცილებელია რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს მისი ეკოლოგიური შემადგენელი რაც თავის დროზე იყო ძალიან ტკივნეული ყველა პარტიები თავის პირველ რიგში აღენებდნენ ეკოლოგიურ პრობლემებს თუ ჩვენ გავიხსენებთ ბატონ ზურაბ ჟვანიან პოლიტიკური მიზნებისთვის როგორ გამოიყენა ეკოლოგია და შემდეგ როგორ მოისპო ეს საერთოდ და დღეს რო ჩვენ უბრალოდ წერტილოვნად ვაკვირდებით და ვიღაცამ რაღაცა ნახა ვიღაცამ რაღაცა ესე იგი სასაული ნახა და ამ დონეზე უნდა შეიქმნას სერიოზული სისტემა საზოგადოებრივი მონიტორინგის სერიოზული აქტივისტები უნდა ამოქმედოს ჩვენმა გაერთიანებამ სერიოზული საკითხები უნდა წამოვწიოთ ჩვენ პრობლემები დავსახოთ და გარდა ამისა რეკომენდაციები მივცეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას იმ დარგების ხელმძღვანელებს რაც ასე აუცილებელია მე მადლობა მაყურებელს და რადიოსმენებს შევახსენებთ რომ ეთერში არის გადაცემა უფლებადამცველთა ტრიბუნა მე მისი წამყვანი ნიკოლოზ ჟავანაძე უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ჩვენი სტუმრები არიან საქართველოს მეტყევეთა ასოციაციის თავმჯდომარე თეიმურაზ კანდელაკი და ეკოლოგიური ტექნოლოგიების ასოციაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ვეკუა და ჩვენთან დაკავშირება თქვენ შეგიძლიათ 2-388-105-ზე ბატონო თეიმურაზ აი თქვენ საუბრობდით ახლა იქ გედეიზე ის დრაშია საქმე აი ბატონო თეიმურაზი იძახის რომ იქ არის კადრები რომლებიც გარკვეული კითხვის ნიშანს პადებენ. თქვენ გარკვეული შეშფოთება გამოთქვით იგივე მეტყევეთა ასოციაციასთან დაკავშირებით იმ კადრებზე, რომლებიც დღეს დაბრუნდნენ და ისევ იქ არიან. იცით რა ამაზე თუ არის თქვა დღეს აი მე რა მომწონს აღნიშნული ხელისუფლების დღევანდელი ხელისუფლების რომ როდესაც მედიაში ვრცელდება თქვა აი ამა თუ იმ პოლიციის ხელმძღვანელზე ან თქვა პროკურორზე ხდება ხოლმე გადაწყვეტილება ისი არა როგორც საჭიროა და სულ ისიტოებ და იქიდან 90% გასაშვებია მაგრამ ნუ ხდება რეაგირება როცა იქ ხალხი გამოთქვას პროტესტს უშვებენ ამ ადამიანს და თქვენ თუ თვლით რომ აი ვიღაცები იქ ურევენ საჭიროა ამის თქმა, იმიტომ რომ ეხლა აი თქვენ მიგაჩნიათ რომ არის იქ ვიღაცები, იმიტომ რომ გამოთქვით ამის შესახებ და ამის შესახებ უთხარი თუ არა მინის, ეს უთხარი, მაგრამ იცით რა, ერთი დადებითი მომენტი ეხლა მე ვერ მოვასწარი რომ მეთქვა რომ ძალიან სასიამოვნოა ის რომ აი დღეს როგორც ვიტყვით დღეს ნილიდან დაიწყო უკვე რეინჯერების შერჩევა. ეს რეინჯერი არის რა, ეს რეინჯერი ფაქტურად ტყისწველია რა, ტყისწველის ფუნქცია აქვს. რომელიც როგორც წესი იცით შეიძლება უმაღლეს იშვიათად უმაღლეს დამთავრებული, მაგრამ
ყოველთვის იყო იმ სოფლის, იმ რაიონში მაცხოვრებელი, რომელმაც იცოდა დღე და რაღაცა არის, აი ტრენინგებს გადიოდნენ, რაღაცას პატარ-პატარას რაღაცას სწავლობდნენ და მე გარკვეულ იმას აგროვებდნენ, ანუ დღეს დაიწყო დღეს დაიწყო და ხო, მე შეიცვალა ეკა და ეს უყველა ეს ძველი კადრები, ის ტყის მცველებზეა ლაპარაკი, არ არის უმაღლეს განათლება, ყველა გაუშვეს. და მოიყვანეს ის ხალხი, რომელიც მართლა გაგებაში არიან ამ დღესთან და გეტყვით. ეცამი ძარი არის შემოუშვა და გააგზავნეთ თქვენ საუბარი, გითხოვთ ეს. გთხოვთ. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, ჩემო კარგებო. ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ, რა ხან საუბრობთ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ ქალაქ რუსთავში მერიას წინ 40 წლის აი ჟიული შარტავარო თვითონ უვლიდა უძვირფასესი ორი ნაზვი მოჭრა დღევანდელმა მთავრობამ და სახინკლები გააკეთეს იმ ადგილას. რომელმა ხელისუფლებმა ბატონ ჩემო? აი დღევანდელმა ნაციონალებმა. დღევანდელ რუსთავში ორი უძვირფასესი ნაზვი, რომელსაც ბატონი ჟარტავა, მე თვითონ ექიმი ვარ და აი ძალიან გული მწყდება. გასაგები ხო, მე გავაგზავნებ მაშინ და აი დღეს მოხდა ის ფაქტი, კარგი ფაქტი, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სამინისტროში უკვე დაიწყო ახალი რეინჯერების, ესე იგი, მოწვევა, სხვათა შორის ყველა მეტყევეს ცნობები მიეწოდა იმის შესახებ, რომ ტარდებოდა ესეთი ის, მაგრამ თავარი ის არის, რა იცი, რეინჯერი, ის ტყის მცველია, მაგრამ ვინც უნდა ტყეს, ესე იგი, ტყეში უნდა დაგეგმოს, ჭრები იქნება, კვლავწარმოება იქნება, დაცვა, მავნებლების. რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. და რაოდენობაც ჩვენ გქონდა სხვათაშორის პრესკონფერენცია და მე მგონი 1300 ჰექტარს იცავდა ეს 1300 ჰექტარს იცავდა ერთი როგორ დაიწყო წარმოედგინეთ რა ბატონდება რა კურიოზულ შემთხვევას და ყველა ეგეთი რამე ალბათ სოფლიოში არ ხდება თუ იქ მე მგონი განვითარებულ ქვეყნებში ეგეთი რა სხვადასხვა იცით რა არის ბევრმა არ იცის რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ტყეების არის კიდე გარემოს დაცვის იმაში დასულ ტერიტორიებში არის და იქაც სახერხმლო მდგომარეობა არ არის იცით აი მე მგონებ რომ იქ კატასტროფა არის როდესაც დასულ ტერიტორიებზე შეშის დამზადება მიდის. სარი არის შემოუშვოთ ეთერში. ალო, გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობთ. სოფელ პატრონიმოში გეერთვალი. ასლიანი ერთი 40 ნაზი მოჭრეს, აი რა ქვია. მატარებლის ხაზირო გაკავდა ჩინელებს. გამის ვიტირი რო ჩამოვიარი, სოფელ პატრონიმის ნაზე. რომელი სოფელი ბოდიში ვერ გავიგე? პატარალილო. პატარალილო. დიახ. ხიდი გააკეთეს. სოფელი ესე იგი თვითონ რობოტის ავტობუსები ესეთი ხიდი გააკეთეს დაბლიდან. თქვენ მე მიმართეთ ბატონო ჩემო ვინმე ეს? ამის შესახებ დაწვე რომ მოჭრა უნდა გადაკენებული და მიმართე იმას და არაფერი რეაქცია არ მოყოლია. აი ახლა რო იცოდეთ და მაყურებელს. მე ვარ გული ვარ. უბრალოდ მაგრაგული მეთქიდა გენაცვალე. გეტახმენ მართლა გულსატკენი არის და ახლა აი ჩვენი ზღვარი რო გადადის გზა აი გეუბნები პატარილოზე. სოფელ ვარკეთილი გამოვიდა. მესმის ვიცით რა არის ახლა აი შეიქმნა ეს გაერთიანება, სადაც არის უყველა ისეთი კადრები, რომლებიც ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ ერთი არის, რომ ესე იგი როგორმე ეს გარემოს დაცვითი ესეთი ძალიან არაპოპულარული ნაბიჯების საწინააღმდეგო ღონისძიებები დასახულოს შეგიძლიათ მოგმართოთ. ბატონო თემას თქვენ სწორად აღნიშნეთ ის რომ მოსახლეობა სამწუხაროდ აი წინა ხელისუფლებამ გახარდა ანუ ისიც რა არის აი უიმედო და იცით როგორ მოვლენების მიმართ მხოლოდ დამკვირვებლური პოზიცია გქონდა და ეხლა ბევრმა დარეკა ხო იქ რუსთავში მოჭრესო იქ მოჭრესო მაგრამ აი არ ხდება შემდგომ რეაგირება რომ მოჭრეს ამაზე უნდა რეალურად ბრძოლა ხალხო იცით რა შეასაქმეს სადაც იყო ბრძოლა გარემოს დაცვის მიმართულებით სამართლებრივი მიმართულებით იქ ყოველთვის შედეგი დადგა იცით რა შეასაქმე არ შეიძლება ის რომ დღეს მით უმეტეს ამის შანსი უფრო მეტი არის იმიტომ რომ რეალურად საქართველოში ასე თუ ისე პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროში გარემოს დაცვის სამინისტროში მოხდა ცვლილებები და ნუ ერთი სასამართლო კი დარჩა ამ სააკაშვილს მაგრამ რეალურად იქაც მოხდება რეფორმები აუცილებლად უნდა მოხდეს აი ამ საქმეების რაც სამართლებრივი კუთხით მიდგომა იგივე კომპეტენტური შესაბამისი უწყებებისათვის გაცხადების შეტანა ბრძოლა იმიტომ რომ თქვენ თუ მოინდომებთ ნებისმიერ
ინვესტორს გააჩერებთ და ჩვენ გვერდში დაგიდგებით რა თქმა უნდა და ჩვენ თვითონ ჩვენი რესურსით კიდევ რეალურად გავაკეთებთ იმას რომ შევაჩეროთ ყველაფერი ეს. მე მგონი არა მე აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო მარტო ხელისუფლების ორგანოები ვერ დაძლევენ იმ პრობლემებს. ზოგჯერ შეუმჩნეველი ხდება აი ისეთი რაღაცები ხდება მაგალითად აი რაიონებში განსაკუთრებით რომ იქ თვითონ სოფლის მოსახლეობამაც უნდა გარკვეულ დიახ იმიტომ რომ რეალურად უყურებენ რას იცი რომ აი გული გაგიხდება მაგრამ რო ჩახვალ იქა განადგურებულია ყველაფერი და ისეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ამის მიმართ. ეხლა წყალი ჭებში წყლები დაშრა ეხლა მე გურიაში ვიყავი და ესე იგი იმერეთშიც ანუ იმ იმაში ამოთხრილი რო აქვს უკვე აღარ არის ჭაში წყალი. იმიტომ რომ ეს ტყები რო განადგურდა უკვე წყალიც აღარ არის გესმის და ანუ რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმ შედეგს ვიღებთ. და ესე არ უნდა გაგრძელდეს და ესეთი დამოკიდებულება არ უნდა იყოს იმიტომ რომ მოსახლეობა უნდა იბრძოლოს თავისი უფლებებისათვის და ჩვენ დაგეხმარებით და ჩვენ ავანგარდში ჩავდგებით რა თქმა უნდა. ზარი არის შემოუშვა თქვენ გავაგზავნოთ ბატონთებო თქვენ გისმენთ? დიახ. გისმენთ. ჯანის რაიონში პირველ მეორე მიკრორაიონებს შორის ცოტა ხნის წინ მოჭრეს მშვენიერი ნაძვები, ჭადრები და მედის მშენებლობა. როდის ეს აი უკვე მეორე თვე არის, ესე იგი გლდანის პირველსა და მეორე მიკრორაიონის რა მშენებლობა მიდის უკაცრავად? ვერ გეტყვით ახლა გამოაკრეს რაღაც აბრა. ესე იგი ჩვენ გავზარდეთ ხალხმა გვიხარო და აი რა მდგომარეობა ეკოლოგიურად ყოფდა აი ამ წუთში მიდის გახურებული მშენებლობა. ბატონო ჩემო ეს მოხდა თქვენ როდესაც ახლა გახვალთ ეთერიდან დატოვეთ თქვენი ტელეფონი, დატოვეთ თქვენი მისამართი და ჩვენ დაგიკავშირდებით და უცვლელად აი ამ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე. თქვენ დააზუსტეთ როდის მოხდა ეს როდის მოჭრეს? დაახლოებით 2 თვის წინ მასიურად დაჭრეს მაშინ როცა მიახლოებით ხო ძირები ხო გვეტყვით მიახლოებით რამდენი ძირი არის მე ამის მოწმე ვარ გადმოვედი აქ პირველი დღიდან 34 წელი ვცხოვრობ აქ და დაახლოებით ნახევარზე მეტი განადგურებულია ყველაფერი. ბატონო ჩემო გასაგებია ყველანაირად. გასაგებია ამიტომ ჩვენი ინიციატივა არის ჩვენი გაერთიანების ინიციატივა რომ ის რაც განადგურდა განსაკუთრებით თბილისში და თბილისი ქვაბულშია თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა და რეალურად აი რეკრეაციის განადგურების შემდგომ რა პირობებში ვარ ჩვენ უნდა შეიქმნას ახალი სარეკრეაციო ზონები თბილისში. იმიტომ რომ ეხლა ის რაც განადგურდა, იქ რა თუ არის რამე შესაძლებელი უნდა აღდგეს, რა თქმა უნდა, მაგრამ შეუძლებელია ბევრი იქ ადგილას აღდგენა, იმიტომ რომ იქ ჩაიდგა შენობები, იქ იმ შენობებს ვეღარ დაარგავ იმ ხეებს. ამიტომ თბილისში იმ ტერიტორიებზე, რაც არის თბილისის შემადგენლობაში, უნდა მოხდეს განვითარება ამ კუთხით, ოღონდ უნდა განვითარდეს არა მშენებლობის კუთხით, არამედ სარეკრეაციო კუთხით, რომ რეალურად გადავარჩინოთ მოსახლეობა, იმიტომ რომ თბილისი არის დღეს ეკოლოგიური უბედურების ზონა, მე მგონი, იმიტომ რომ რეალურად რაც კომუნისტების დროსაც არ ითვლებოდა თბილისი ახლა დიდ ძალიან კარგ გამწვანებულ ტერიტორიად, აქედან გამომდინარე, ეხლა კიდე რომ დაამატა ამ სააკაშვილმა, აქედან გამომდინარე მოხდეს ამ კუთხით მე მგონი ცვლილებები და თქვენც დამეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ ეხლა ცოტა 3 წუთი გადავჭრა ეთერში და ჩვენ მე ვფიქრობთ რომ რეალურად ჩვენი ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული ვართ, თუ კი იქნება ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთი რომ რეალურად გაითვალისწინონ ჩვენი პოზიციები, მე მგონი ბატონო თემურას შედეგი იქნება უცებად. აი თქვენ მაგალითად ეხლა მე ვიცი რომ რაღაც ინოვაციები გაქვთ, თქვენი წინადადებები გაქვთ და თუ აი ეს გადაუგზავნეთ ხელისუფლების გარემოს დაცვის სამინისტროს აი ეს ინიციატივები. ჩვენ არ გვეზარება ჩვენ ეს. გადაუგზავნეთ ეს. რა თქმა უნდა რაღაც შეკითხვების სახით გადაუგზავნეთ. და რა გიპასუხეს ეს? პასუხი თითქმის არ იყო, მაგრამ იყო მტკივნეული საკითხები, რომელიც თქვენ რო ბრძანეთ, ისე აწუხებს საზოგადოებას და ჩვენ პროფესიონალებს, ასე ვიტყოდი. მე მინდა უბრალოდ ჩვენ გაერთიანებას ვუსურვო, რომ ჩვენ ყველა მტკივნეული, ყველა საკითხი კორექტულად ვაჩვენოთ დასაბუთებულად ჩვენ საზოგადოებას. ხო და მე მინდა დავამატო რა, ისა ბატონ თებურის იმას, რომ არ გვეზარება ჩვენ. არ გვეზარება უყურთ შეგვეკითხონ რაღაცა გამოსილება, მაინც ამ წყლებმა გამოსილებას მოიტანეს რა, ცოდნა მოიტანეს ამიმა და ის ხალხი რომლებიც არ შორს არიან ამ დარგისაგან და არიციან ჩვენ ზატავართ ყოველთვის მის გვერდზე დავდგეთ და მოსახლეობასაც ავთხოვთ რომ ცოტა აქტიურად ჩაებნენ ამ იმაში და ჩვენ ზატავართ ყოველთვის რომ ესე იგი ხარში დავდგეთ. აი თქვენ ახსენეთ ჩართულობა და ხაჩიძეს გაკეთებული ყავდა
ესე იგი ჯგუფი გარემოს დაცვის სამინისტროში, აი საკონსულტაციო ჯგუფი და ვიყავდა ეს შეყვანილი შოზო ნინკა კალატროსი ნინა ტრიალაშვილი აი ხა წარმოიდგინეთ ნინა ტრიალაშვილი გარემოს დაცვის კუთხით რა უნდა არა მე ხო შევთავაზე ის ექსპერტები რომლებიც თქვენ ახარ და რეალურად თქვენ რაღაც უყურა მოგეკითხებათ იყავით გარიყურები ამიტომ ფიქრობ რომ ის ჩვენ რაც შევთავაზეთ გარემოს დაცვის მინის შეხვედრაზე რომ ეს საინიციატივო ჯგუფი უნდა შექმნას მაგრამ არა შოუ ბიზნესის წარმომადგენლებით არამედ იმ პროფესიონალები ვისაც რამე ეკითხება ეხლა ჩვენი დრო უკვე იწურება მე მინდა მაყურებელს შევახსენე რომ ეთერში იყო გადაცემა უფლებადამცველთა ტრიბუნა მე მისი წამყვანი ნიკოლოზ ჟავანაძე უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე და დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ საქართველოს მეტყევეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი თეიმურაზ კანდელაკი და ეკოლოგიური ტექნოლოგიების ასოციაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ ვეკუა შეგახსენებთ რომ ჩვენ მომავალ კვირას შევხვდებით ერთმანეთს კვლავაც ჩვეულ დროს 4 შაბათს 6-ის ნახევარზე და კვლავაც გვექნება კიმნეული საკითხებზე საუბარი. კარგად ბრძანდებოდეთ.